ამგვარად ომი გაგრძელდება, რადგან ასეც უნდა იყოს. დონალდ ტრამპმაც კი, რომელიც ნობელის მშვიდობის პრემიაზე ოცნებობდა და ეხლაც ოცნებობს, აღმოაჩინა, რომ ვერც დარწმუნება და ვერც ზეწოლა ვერ დააბრუნებს რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან. კრემლისთვის ომის დასრულება ნიშნავს საკუთარი ხალხის წინაშე აღიარებას, რომ ფედერაციამ მოიპოვა დაახლოებით ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ზომის მიწასთან გასწორებული ტერიტორიის ნაგლეჯი. ამავდროულად გაანადგურა თავისი ეკონომიკა, გააუცხოა ძირითადი სავაჭრო პარტნიორები და დაახლოებით 1.5 მილიონი მსხვერპლი განიცადა. მან ასევე შექმნა მოსისხლე კბილებამდე შეიარაღებული მტერი, რომელიც მის საზღვართანაა და რომელიც რუსეთის ნებისმიერ მომავალ ყურადღების გადატანას, ვთქვათ, ჩინეთის ომს ტაივანის გამო ჩასვლის როგორც შესაძლებლობას დაებრუნოს მიტაცებული ტერიტორიები. რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ გადაჯგუფებისა და დარტყმის მიზნით პაუზა ცოტა უფრო დამაჯერებლად ჟღერს. თუმცა კიევი ამ დროს ფუჭად არ დაგარგავს. ის გააძლიერებს პოზიციებს, დანაღმავს ტერიტორიებს, შეავსებს მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებს და არმიას აღდგენის შანსს მისცემს. ამგვარად კრემლი მსონს დებს, რომ ძვირადღირებული კილომეტრობით მიწის მეთოდური დაკავება საბოლოოდ უკრაინელ სულისკვეთებას გატეხავს და ეკონომიკა გააუძლებს მასზე დატეხილ შიდა და გარე შოკებს. თუმცა ეს ძალიან სარისკოა. როგორც ადმირალმა სერ ტონი რადაკინმა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის ყოფილმა უფროსმა ირონიულად თქვა, ლოგოკინა რუსეთის დონის როსტოვიდან 2022 წლის 24 თებერვალს რო გასულიყო, ახლა ის უკრაინას და ნახევარ პოლონეთს გადაკვეთდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთი ლოგოკინაზე გაცილებით ნელა მოძრაობს. თუმცა კარგი ის არის, რომ მხოლოდ რუსეთი არ ცდილობს მოწინააღმდეგის გატეხვას. უკრაინა თითქმის სარკისებურ სტრატეგიას მისდევს. რუსეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თანმიმდევრული დარტყმებით კიევი იმედოვნებს, რომ მოულოდნელად კრიზისს გამოიწვევს, რამაც შეიძლება ფედერალური სახელმწიფო დაშალოს, ან თუნდაც დააჩოქოს. სწორედ ამიტომ უკრაინა მზადაა თანდათანობით უკან დაიხიოს. ის დროს იგებს, რათა თავისი გრძელვადიანი კამპანიით კრემლი დაამარცხოს. საბოლოო ჯამში ეს არის გამოფიტვის ომი. გამოსცა საზოგადოების უნარისა გაუძლოს ტკივილის უფრო მაღალ ზღურბლს. როგორც დევიდ ლუიდ ჯორჯმა თქვა, ერების სული არ კვდება, როცა ისინი მიწას კარგავენ. ის კვდება, როცა ისინი ნებდებიან. და მე მჯერა, რომ უკრაინა არ დანებდება. იბრძოლებს გამარჯვებამდე.